ხილვა ქონდა ამ არტამონ მატვეევს, რომ თუ მეფსალმუნე დავითის სისხლი არ გაერევა რომანოვების სისხლს, მაშინ ეს დინასტია ვერ იარსებებს. და ამიტომ შესთავაზა მეფეს, რომ ახალ ცოლთან, რომელზეც ის იქორწინებდა ამ ნატალია ნარიშკინასთან, ერთგვარად გარეულ ყოფილიყო ჯიში გენეტიკა გარდა რომანოვებისა, იმ დროს მოსკოვში მცხოვრები ქართველი უფლისწულის ჰერეკლე პირველის. იგივე შემდგომში ნაზარ ალი-ხანის. ეს არის თეიმურას პირველი შვილიშვილი და რუსულ წყაროებში მას უფრო ხშირად ირაკლიზე ხშირად უწოდებენ ნიკოლაი დავიდოვიჩს. აი ამ სახელით იცნობენ. სხვა შორის ცნობილი ფაქტია, რომ აი ეს ცნობა ეხლა რასაც მე ვამბობ, რამდენჯერმე წამოწიეს სხვადასხვა მკვლევარებმა, ერთ-ერთი იყო მწერალი ალექსეი ტოლსტოი, როდესაც ის პეტრე პირველის რომანს ამთავრებდა სტალინთან და ეხლა დღეს აღმოჩნდა ჩანაწერი ალექსეი ტოლსტოის, რომ იხსენებს, რომ სტალინმა კატეგორიულად აუკრძალა ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ერთი ჭკვიანი მეფე ყავთ რუსებს და თავი დაანებეთო,